დღეს ანტიკორუფციული ბიურო მართავს შეხვედრას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამავდროულად იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე სექტემბრიდან ნოემბრიდან შევა ძალაში. და არის ეს ცვლილებები. თქვენ იცით, რომ საჯარო სექტორში არსებობდა ესეთი ცუდი პრაქტიკა, როცა საჯარო მოხელე რამოდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და დღეს ესე თქვა სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს დაკავდნენ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რამოდენიმე რეკომენდაცია გამოვეცით, მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იმისთვის, რომ ეს კანონი კიდევ უფრო სწორად და კარგად ესე თქვა აღსრულდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო მიმართულებებს. თქვენ იცით, რომ არსებობს მთელი რიგი დარგები, სადაც არის დეფიციტი, ესე თქვა არგობრივი დეფიციტი, რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება აღნიშნულ პირებს. აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად რამოდენიმე თეატრში არის დასაქმებული და ესე თქვა სპექტაკლში მონაწილეობს. ამიტომ ძალიან სწორი და დროული იყო აღნიშნული ცვლილება. ზოგადად მეორე კანონი ეს გახლდათ, როცა უკვე მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა, თუმცა აქაც იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი რისკები, კორუფციული რისკები, ანტიკორუფციულ ბიუროს გვაქვს მიღებული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, სადაც ყველა ესეთ დასაქმებულ პირი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს. ანუ ჩვენ გვეცოდინება, რომ მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი გააჩნია, რა ბიზნესი გააჩნია, იმისთვის, რომ კორუფციული რისკები გამოირიცხოს და ვიცოდეთ ეს ადამიანი კონკრეტულად რა საქმიანობს დაწესებულებაში. შემდგომი ცვლილება ეს არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე, სადაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო ესე თქვა უარყოფითად განაცხობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი. შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს და გამჭირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება. ასევე ჩვენ დღეს გვექნება ანტიკორუფციულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბარი. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ცვლილება, საკანონმდებლო ცვლილება და ამ ცვლილებების იმპლემენტაცია დღეს დამოკიდებული არის საჯარო მოხელეების ესე ვთქვათ და მათ ზურგზე გადადის ეს ყველაფერი. შესაბამისად, მათი ჩართულობა ყველა ამ რეფორმაში არის მნიშვნელოვანი. ზოგადად ჩვენ შევეხებით ანტიკორუფციულ პოლიტიკას საქართველოში რა გამოწვევების წინაშე ვართ. ჩვენ განვიხილავთ ასევე იმ ევროპულ რეკომენდაციებს, რომელიც გრეკოს ფორმატში გვაქვს შესასრულებელი ვალდებულებად და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საჯარო განხილვებში განვახორციელოთ ნებისმიერი რეფორმა იმისთვის, რომ მეტი ნდობა არსებობდეს ყველა რეფორმასთან დაკავშირებით.